ჩვენ ახლა შემოქმედის ეპარქიის ერთ-ერთ წმინდა ადგილას, ერკეთის დედათა მონასტერში ვიმყოფებით, სადაც მასპინძლობას იღუმენია მარია მიგაგვიწევს. მაყურებლისთვისაც რო ცნობილი იყოს, რომ ეს არის ყველა ადამიანი არ არის ნამყოფი. ერკეთის დიახ. და თქვენ თვითონ უფრო კარგად რო აუხსნათ. ის დავკეტოთ თუ იყოს ღიად. გახ. ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტერი. ერკეთის მთავარანგელოზთა ეს უძველესი ტაძრის, ამ უძველესი ტაძრის აგების ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი. არის გადმოცემით ცნობილი, რომ ამ ტაძრის ადგილას ადრე ხის ეკლესია იყო და შემდგომ უკვე სამცხიდან გადმოსული ძმები ბალაძეების მიერ აიგო ეს საყდარი დაიდგა. რაღაც ხალხური ლექსიც არის ამის შესახებ, სამი ძმანი, რომლებიც იყვნენ კარგი მგალობლები და შემდეგ უკვე ამ გვარიდან მომდინარეობს მგალობლიშვილების, შაქარიშვილების და გურეხელიძეების გვარი. ამ ტაძრის აგების ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი, სავარაუდოდ აქ შემორჩენილი არის უძველესი ფრესკები, რომელიც ძეგლთა დაცვის მიერ არის დათარიღებული, რომ არის მე-11 საუკუნის, მე-13 საუკუნის შემდგომი პერიოდის და შეიძლება ჩაითვალოს მე-11 საუკუნითაც. და ამ ფრესკების მიღმა აღმოჩენილი იქნა უძველესი ქართული ორნამენტები. აი კანკელზე არის აღმოჩენილი უძველესი ქართული ორნამენტები. და ეს ცხადყოფს, რომ ტაძარი უფრო გვიანდელია, ვიდრე ხატწერა. მოგეხსენებათ, რომ ადრე კანკელის ეს დახურული ფორმა არ არსებობდა, ეს უფრო გვიანდელი პერიოდის არის, დაახლოებით მე-17 საუკუნიდან, მე-13 საუკუნის შემდგომი, ας დაახლოებით. და ეს დახურული კანკელის ფორმა ორი ფრიზი იდგმებოდა, დააბრძანებდნენ ხატებს და აი ასე იწირებოდა მსხვერპლს შეწირვა, მიმდინარეობდა წირვის პროცესი. და ჩვენს კანკელსაც ეტყობა, რომ ეს არ არის მისი თავდაპირველი სახე. თავიდან იდგმებოდა ორი ფრიზი და შემდეგ ხატებს დააბრძანებდნენ და ასე მიმდინარეობდა წირვა. აი ესეთი უძველესი კანკელი არა მარტო გურიაში და დასავლეთ საქართველოში, ასევე სრულიად საქართველოში ძალიან იშვიათობას წარმოადგენს და მეტად მადლიანი გახლავთ. ერკეთის ტაძარი გამორჩეულია ასევე ტრაპეზის ქვით, რომელიც უძველესია და ადრინდელია და ძალიან მადლიანია. ასევე გაგაჩნიათ წყარო, რომელიც ერთ დაავადებას კურნავს, როგორც ცნობილია და უშვილო. დიახ, ოჯახების, შვილიერების დიდი მადლი გარდამოვიდა და რამოდენიმე ოჯახი არის, რომლებიც ეხლა ხარობენ შვილიერებით და არის ოჯახები, რომლებიც ელოდებიან და მოლოდინში არიან პატარის დაბადებით. აი თქვენ რამდენი ხანია უკვე რაც ამ ტაძარში, აი ამ წმინდა ადგილას ხართ? დიახ, 2006 წლის 19 სექტემბერს მთავარანგელოზი მიქელი სასწაულის ხსენების დღეს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით გაიხსნა დედათა მონასტერი. აქ ჩვენ თავდაპირველად ტაძარი არის სამნავიანი ბაზილიკა და ერთ-ერთ მინაშენში დავიწყეთ ცხოვრება მორჩილ ფოტინესთან ერთად, რომელიც პირველი მონაზონი გახდა და დღეს უკვე მონასტერში 10 მონაზონი, 2 სამონაზონე და 5 მორჩილი ცხოვრობს. და მთლიანი შემადგენლობა დათა კრებულის წარმოადგენს 18 ადამიანს. როგორც ეს საზოგადოებას მიაჩნია შორი თვალთახედვიდან ძალიან რთულია ზოგადად, რა თქმა უნდა რთული იქნება, მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ დაახლოებით მაინც თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ ცხოვრობთ, დღე როგორ იწყება, როგორ თავდება და საერთოდ თქვენი ცხოვრებიდან თქვენი ესეთი
ტიპიკონია მონასტრული, როგორც დაგვიდგინა შემოქმედებმა მიტროპოლიტმა, ჩვენ ესე მივყვებით, ჩვენ არანაირი ცვლილება არ ყოფილა მას შემდეგ. ძალიან კაცრი ტიპიკონი ჩვენ არ გვაქვს. აქ პატარები მოვიდნენ 16 წლის ასაკში, 17-18 წლის ასაკში, ახლა ისინი უკვე 22-23 წლის გახლავთ და უკვე მონაზვნები არიან და რა თქმა უნდა ძლიერდებიან მონაზვნურ ღვაწლში. ზომიერად აქ ყოველდღიური ლოცვა არის, ღვთისმადლი ტიპიკონი, ლოცვითი ტიპიკონი არასოდეს არ ვარდება, შეიძლება არის შემთხვევები, რომ მონასტრის რომელიმე წევრმა, რომელიმე დამ რაღაცა საქმის გამო ვერ შეძლოს ლოცვაზე დადგომა, მაგრამ მაინც ლოცვა არასოდეს არ ვარდება. ყოველთვის ესე იგი ლოცვა მიმდინარეობს, ასევე დღეში 7 გზის იკითხება, 7 გზის ლოცვები და ამასთანავე პარაკლისები იკითხება სადიდებლად უფლისა და ქვეყნის სადიდებლად და ჩვენი ახლობლებს ყველას ვიხსენიებთ ლოცვებში, რა თქმა უნდა. წუხრი, ცისკარი, ეს ლოცვითი, ეს ტიპიკონი სულ სრულდება მონასტერში. და შეფარდები შეხამებულად, რა თქმა უნდა, შრომა, ლოცვა ძალიან ლამაზი გარემო გაქვთ შექმნილი. ალბათ არის თქვენი მსახურება, ალბათ თვითონ მონასტრები მუშაობენ ამ ყველაფერზე, ხო? მადლობა უფალს, როგორც მოგეხსენებათ, ტაძარი უძველესია, ძალიან მადლით არის გაშენთილი. ჩვენი ულამაზესი დედებით, რა თქმა უნდა, თავს არ ზოგავენ იმისთვის, რომ მონასტერში იყოს სისუფთავე, იყოს სიკოხტავე და შეძლების დაგვარად. ჩვენ როგორც შეგვიძლია, ყველა ღმერთს ადიდებს. ყველას აქვს მისი მორჩილება, ყველას შეძლების დაგვარად არის ღვთის სამსახურში. ჩვენი მონასტრის ერთ-ერთი წმინდეს წარმოადგენს ტრაპეზის სახარება, რომელიც ავბედითი პერიოდის დროს, როცა ანგრევდნენ ეკლესიებს, წავდნენ ლიტერატურას, აქ მოღვაწე ბოლო სასულიერო პირს ცეცხლგაკიდებული სახარება წყალში ჩაუდვია და აი ასე გადაარჩინა მან ეს სახარება განადგურებას და შვილიშვილს დაუბარა, როცა არ იქნებოდა ნგრევა, დევნა და ამის განადგურება ლიტერატურის შემდეგ უკვე მოებრძანებია ეს სახარება ტაძარში და მიუხედავად იმისა, რომ გამოიარა სახარებამ ცეცხლი, წყალი და 1000 განსაცდელი, მიუხედავად ამისა სახარებას არც ერთი გვერდი არ აკრია ჩვენ და გასაოცრად და სასიხარულოდ. უდიდესი წმინდეს წარმოადგენს მთავარანგელოზი მიქაელის ხატი, რომელიც მე-19 საუკუნის არის და აქ ცხოვრებ მკვიდრ მოსახლეობას ერთ-ერთს ეს არსებული ხატი შვაზე გაუპია და რა უნდა დამართოსო მე ხატმა და იმ ოჯახში ძალიან დიდი განსაცდელი და ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალებულა შემდეგ. ხატი აი ესე დაზიანებული იყო და ღვთისმოშიშმა და ღვთისმოსავმა ადამიანმა მთავარანგელოზის ლოცვით და კურთხევით შემდეგ უკვე აღადგინა ეს ხატი, გაუკეთდა ამ ხატს რესტავრაცია და ჩვენი მონასტრის ერთ-ერთ უდიდესი წმინდეს წარმოადგენს და სასწაულმოქმედი ძალა აქვს ჩვენ მთავარანგელოზს ზის ხატს. დიახ, ეს ყოველი შემოწირულობა დატოვეს ნიშნად დიდი თაყვანისცემისა მთავარანგელოს შეწირეს, აი შესაწირავი გააკეთეს მათ. ღვთის უდიდესი წყალობა გამოვლინდა, რომ ჩვენს მონასტერში თავი მოიყარა 100 მეტმა წმინდა ნაწილმა. კიევი-პეჩორის ლავრიდან 30 წმინდა ნაწილი მობრძანდა პირველ ეტაპზე, შემდეგ მეორე ეტაპზე უკვე კიდევ მეორე 30-მდე წმინდა ნაწილი რუსეთის, კიევის და სხვა უდიდესი მონასტერთა დამაარსებელი და ღირსი მამათა და დედათა წმინდა ნაწილები. აქ მობრძანებულია 1870 წელს რომიდან ჩამობრძანდა მოციქულთა წმინდა ნაწილები, წმინდა იოანე ნათლისმცემლის, წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზის და უდიდესი წმინდანების და ჩვენი მეუხების და მფარველთა ასეთი უდიდესი სიწმინდებმა მოიყარა თავი ჩვენს ერკეთში. დიდება და მადლობა უფალს ამ წყალობისთვის და ამ დიდი წმინდანების მადლი, მეუხება და მფარველობა არ მოაკლოს ღმერთმა ჩვენს ქვეყანას უკუნისამდე. ამინ. ჩვენი მონასტრის ერთ-ერთ უდიდესი წმინდეს წარმოადგენს ვაზის კარი, რომელიც ამშვენებდა ამ უძველეს ტაძარს საუკუნეების განმავლობაში და რამდენი საუკუნის უნდა ყოფილიყო ვაზი, რომ ეს დიდებული კარი გამოეკვეთათ ვაზიდან და რამდენი საუკუნის განმავლობაში ამშვენებს ჩვენს ტაძარს. ამდენად ტაძარი არის ძალიან მადლიანი, ნალოცი და ჩვენი მონასტრის ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს.
ყველაფერი, რასაც აქ თქვენი თვალით ხედავთ, ყველაფერი დედების ხელით მომზადებულია. საერთოდ აქ მინახავთ ნույნის შესაძლებელი ზეგარი. და ალბათ მარხვის პერიოდში განსაკუთრებულად აი დიახ, ამ შენახულებით საერთოდ ამახვის პერიოდში უამრავი სტუმრად იყვავს გასავალიც, უკეთ აუწყნესთან ვიყავით ხას ნაუჭეს. და უმწაგვიყვანა მთელი მონასტერი, მოსმესთან და ჩვენი გაკეთებული რაღაცები მივართვით, კომპიუტერი, მურაბები, ჩემები. და ესეთი ძალიან გახარებული იყო უწმუნესი, რომ ესეთი დარწმუნებული ვარ ძალიან გემრიელი. დიახ, და ეს უარს ეკნება. გემო რაღაც ფანარი მადლია თქვენ მონასტერში გაკეთებული, შეიძლება სახში იგივე გააკეთო, მაგრამ ეს გემრიელი არ იყო როგორც აქ არის გაკეთებული და ეს ყველა აღნიშნავს, რა თქმა უნდა. როგორც დედები ამბობენ, უფროსი აქ დედა ანტონინა. დაყვასი. მე ცხოვრობენ აქ ამ პატარები ან თასჯერ პატარები არიან ახლა დედამიწა შემოუყარა. მთელი მეურნეობა. პროფესია რეგილდის ხოველები, ფრინველები, პატარა ფუნქციონები თუ ალაბადები არიან. ყავთ ალბათ რომლებიც იწვალებიან და ყველი რძე პროდუქციის პროდუქტებს ჩვენი გვაქვს. ახლა შევიხედოთ სამზადისშიც რა ხდება. დედა ნატალია საშობაო ხვეზელს სამზადებს. განსაკუთრებული რაიმე წესი ხო არა გაქვთ? არა, ჩვეულებრივი ცომი ზეთზე და თითო ლიტრა წყალზე, თითო კოვზი, დროში, შაქარი და მარილი. ალბათ განსაკუთრებულად ემზადებით ხოლმე. კი, რა თქმა უნდა. შობას ახალ წელს სტუმრებიც ბევრი გეყოლებათ ალბათ. კი. დედები ერთობლივად ემზადებით ხოლმე თუ დანაწილებული გაქვთ სამზადისი? რა თქმა უნდა, ყველას თავისი მორჩილება აქვს და ყველა ძალიან თავდადებით მონაწილეობს ამ საქმეში, რომ ყველანაირად ლოცვიდან დაწყებული პირველში რაც უმთავრესია და მერე ჩვენი სტუმრების გამასპინძლება და ხდება ისედაც, რომ ჩვენ ზოგჯერ აი წირვაზეც შეიძლება ვერ ავიდეთ, მაგრამ აი ეს არნიშნავს იმას, რომ რაღაცა ტიპიკოს ვარ ვარ, პირიქით ამაში ძალიან დიდი მადლი დევს ჩემი აზრით. და არანაკლებ მადლს ხებულობ ადამიანი ამითი, რომ იცი, რომ შენი გაკეთებული თუნდა ასიამოვნო ადამიანი და მიართვა სტუმარს და შინაურს შენ დედას პირველ რიგში და მერე შენ დებს. დღეს იმხელა სიამოვნებაა ჩემთვისაც აქ ყოფნა, რომ ხომარე ჩემი პროფესია ალბათ ამას ალბათ ვერ ვიხილავდი, აღნიშნეთ კიდეც. კიდე რაიმე განსაკუთრებული ხო არ გაქვს საშობაო ახალწლოდ, რასაც აუცილებლად ამზადებთ დაწყოთ სეფისკვერს ვიცი რომ დიახ ტაძრებში სეფისკვერი უფრო ვცდილობთ ყველაფერი ტრადიციული ქონდეს უფრო ვცდილობთ არამე ახლა განსაკუთრებული და რაღაცა ისეთი რა ვიცი უფრო ტრადიციული ყველაფერი აი გურიაში ცოტა ისეთი კუთხური ის აქვს და ღვიძლების მიმართ ალბათ გაგიგია მუცლის სალოცავებს უწოდებენ აი ამაზე რას გვეტყვით საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები არის ხოლმე ამის შესახებ რატო ჩვენს ოჯახში მაგალითად არასოდეს არ ყოფილა ასეთ რამე ჩვენთან დედაჩემი ბები არავინ არ აკეთებდა ასეთ რამეს ჩვენ დედა ყოველთვის აკეთებდა შობას გვიძელებს ასე ქვია გულულად ღვიძლებს ეძახიან მაგრამ ჩემი აზრით ეს არასწორი ეს ღვიძლი არ არის ეს არის ღვიძელი და სამდგომოდ ყოველთვის იღებებოდა ჩვენს ოჯახში კვერცხი და რა ვიცი არავით არის მუცლის სალოცავი და ასეთი მე არ ვიცი ეს მაინც ესეთი ცრუწმენა არის ალბათ დიახ ბებიამ ყავდა მე კომუნისტების დროსაც კი მარხულობდა თვითონ იცოდა გამოიხდი და მარხულობდა და ძალიან ისეთი იყო მორწმუნე ადამიანი იყო და რა ვიცი მასეთი რაღაცა არ ვსწავლები არასოდეს ჩვენთვის რაიმე ის განსაკუთრებული ფაქტს ხო ვერ გაიხსენებდით ან შობას დაკავშირებულს ან ახალ წელს რაღაც აქ მონასტერში მონასტრის ცხოვრებიდან რა ვიცი ყველა ალბათ განსაკუთრებული იყო ყველა წელი ჩემი აქ ყოფნის და ყველა წუთი რა ვიცი თქვენ რო აქ ხართ 6 წელი გახდება გაზაფხულს რაც ახლა სანამ ჩვენი საშობაო ღვეზელი საბოლოო სახეს მიიღებდეს და გამოცხებოდეს დედაოვები გალობისთვის ემზადებიან
გამოცხო და საბოლოო სახე მიიღო ალამაზები ნახევარმთვარისებური საშობლო ფესელები. მე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა ეს ისედაც ცხადია და მაგას ჩემი დამოწმება არ უნდა, მაგრამ ყველაფერი ამის სულის ჩამდგმელი, ყველაფერი ამის მამოძრავებელი ძალა არის ჩვენი დედა მარიამი და მადლობა მას ყველაფრისათვის და რა ვიცი, უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო მის მიმართ პირველ რიგში. აქ არ არსებობს სტუმარი გამორჩეული. ყველას მიმართ ჩვენ დედა მარიამს სულ გვეუბნება, რომ რაც არ უნდა გააკეთოთ, აი მკვდრების რო აღადგინოთ, ეს არ გაცხონეთ, თქვენ გაცხონეთ სიკეთე სიყვარული. რასაც ყოველთვის დედა მარიამი გვიხადაგებს და გვეუბნება, რომ არ შეიძლება ადამიანი გამოარჩიო რაღაც ხალისხის მიხედვით, რაღაც წოდების მიხედვით, ყველა ჩვენთან ერთნაირად მასვინდლობთ დედაოს კურთხევით და დედაოს ყველაფერი მეცადინეობით და მის ზურგზე გადადის ეს ყველაფერი, რო ვთქვა მე და მისი ხელებიდან გამოდის ეს ყველაფერი. ჩვენ მახვეზელმა საბოლოო სახე მიიღო და მე ის გადამრჩენია რომ დავემშვიდობო ჩვენს ძვირფას ტელემაყურებლებს და გადავინაცვლო მეორე კუთხეში, სადაც დედაოების მიერ შესრულებულ საგალობლებს მოვისმენთ. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ შობა ახალ წელს და 2014 წელი ბედნიერებისა და წარმატების მომტანი წელი ყოფილიყოს თითეული თქვენთაგანის ოჯახში. Bethlehem,